ოთარ გამარჯობა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ მობრძანებისთვის და რო გვითმობთ თქვენ დროს. ანუ სატარიფო ომი შეიძლება ითქვას დაიწყო მაშინ, როდესაც იანვრიდან ფაქტობრივად დაიწყო ეს ამბავი და გაცხადებული სურვილი ყოველ შემთხვევაში ტრამპის იყო ეს, რომ სატარიფო პოლიტიკის გამკაცრებით ამერიკული წარმოების დაცვა სურდა, სავაჭრო დეფიციტის აღმოფხვრა და საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდა. თუმცა ამ რამდენიმე თვის განმავლობაში სულ სხვა მოცემულობა მივიღეთ. რა სურს ტრამპს? ხო, მოდი დავიწყებ ამ საუბარს ცოტა შორიდან, ტრამპის პირველი ვადის პრეზიდენტობიდან, როდესაც პირველ ვადაში ის გახდა პირველად პრეზიდენტი, მან განაცხადა, რომ ის იზრუნებდა იმაზე, რომ კომპანიები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებიდან გავიდნენ სხვა ქვეყნებში, მათ შორის iPhone-ზე იყო საუბარი და სხვადასხვა მსხვილ ინდუსტრიებზე, ისინი დაებრუნებინა უკან. და მან დაიწყო აქტიური მუშაობა ამ კომპანიებთან, რომ აი თუ ისინი დაბრუნებოდნენ, მათ რაღაცა საგადასახადო შეღავათებს მისცემდა, რაღაცა სტიმულებს გაუჩნდა ქვეყანაში და თავის დროზე ეს კომპანიები. თავის დროზე გავიდნენ იმიტომ, რომ ძალიან მაღალი იყო ამერიკაში გადასახადები, ერთი და მეორე, თვითონ მუშახელი არის ძალიან ძვირი ამერიკაში. ანუ მსხვილ ინდუსტრიებს რა ჭირდება, ყველაზე მეტად რაც ჭირდებათ, ეს არის აფი მუშახელი. ამიტომ ასეთი ტიპის ინდუსტრიები ყოველთვის ისწრაფიან რომ გავიდნენ იმ ბაზრებზე, სადაც მუშახელი არის ერთი მხრივ კვალიფიციური და მეორე მხრივ იაფი. და ჩინეთი აღმოჩნდა, რომ იყო ყველაზე კარგი შესაძლებლობა ამისა, ტექნოლოგიურად საკმაოდ განვითარებული იყო, ჰქონდა ძალიან მაღალი ზრდის ტემპი, ეკონომიკური განვითარების კარგი პერსპექტივა და რაც მთავარია, ტექნოლოგიებთან ძალიან კარგი კავშირი ჰქონდა ადგილობრივ მუშახელს, რამაც სტიმული მიცა ძალიან ბევრი ინდუსტრიას, რომ შესულიყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და ხო და თურმე ახლა გაიგო ბევრმა, რომ ესე ცნობილი ბრენდები ჩინეთში იკერება. ხო, რა თქმა უნდა, მათ შორის iPhone-ი აი ყველა რომ ვამაყობთ ჩვენთანაც ვისაც აქვს, ყველა აღმოჩნდა რომ ყველა არის ჩინური წარმოების. და ამ დროს კომპანია არის ჩინური წარმოების თუ ჩინეთში აწყობილი, ჩინეთში აწყობილი, მაგრამ made in China საწერე ყოველ შემთხვევაში, ანუ ჩინეთში აწყობილი ტელეფონები წარმოებული და ამისთვის ძალიან კარგი პლაცდარმი აღმოჩნდა ასეთი ტიპის ინდუსტრიებისთვის, რომ ჩინეთში გადასულიყვნენ და იქ დაეწყოთ მათი წარმოება. და უკვე როდესაც მან ეს შედეგი ვერ მიაღწია ტრამპმა თავის პირველ ვადაში ასეთი ტიპის დაპირებებით, რაღაცა სტიმულების მიცემით ამ კომპანიების მიმართ, უკვე მეორე ვადაში მან დაიწყო იძულების პოლიტიკა და სწორედ იმ ქვეყნების მიმართ დაიწყო ასეთი ტიპის იძულებითი ღონისძიებები, რაც ტარიფებს გულისხმობს და ძალიან მაღალ ტარიფებს. სწორედ სადაც ესეთი კომპანიები იყვნენ გასულები. ხო, პირველი ეს იყო, ვთქვათ, მეზობელი, მექსიკა, კანადა, მერე გადაწყვეტა ჩინეთს, ევროკავშირს და სხვა მიმართულებითაც უკვე პრაქტიკულად ყველა მთელ სამყაროს დაუწყო. ანუ ფაქტობრივად ჩინეთის გამო ყველა მოექცა ამ ხო, ჩინეთის გამო და არა მარტო ჩინეთის გამო, მე ვთქვი მეზობელი ქვეყნა მექსიკაშიც ბევრი კომპანია გადავიდა ამერიკიდან თავის დროზე, ეს 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან მოყოლებული, აი ტრამპის პირველ ვადამდე პერიოდში ძალიან ბევრი ინდუსტრიული კომპანია გავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებიდან, როგორც თქვი, სწორედ ორი მიზეზის გამო, ერთი რომ სატარიფო პოლიტიკა გასაგადასახადო პოლიტიკა ამერიკაში იყო ძალიან მაღალი, რაც უძვირებდა ამ წარმოებლებს თავიანთ პროდუქციას და მეორე მუშახელის სიძვირე. და სწორედ მაგალითად აი დღეს რაც ხდებოდა, აი უფრო სწორედ ბაიდენის ადმინისტრაციას რის გამოც აკრიტიკებდა ტრამპი თავის დროზე ეს იყო, რომ ვთქვათ, არალეგალური მიგრანტების დიდი რაოდენობა. ხო, რატო ხდებოდა არალეგალური მიგრანტების ესეთი თავისუფალი შესვლა ამერიკაში, იმიტომ რომ ეს წყარო იყო იაფი მუშახელის. და ამიტომ ხდებოდნენ მაშინდელი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომ სხვა გზა არ ქონდათ, ან მუშახელს ვერ გაიაფებდნენ. შრომის შავი ბაზარი იყო ძალიან კარგი საშუალება იმისა, რომ წარმოება გაიაფებულიყო მათ ქვეყანაში და ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ესეთი მიგრაცია ხდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა ქვეყნებიდან. და სწორედ აი ამას გამოუცხადა, ხო, ბრძოლა მოსვლისთანავე ერთი რომ მიგრაცია ჩაკეტა და მეორე მხრივ დაიწყო სატარიფო ბრძოლა იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომ სადაც პირველ რიგში ეს მსხვილი ამერიკული ინდუსტრიული კომპანიები იყვნენ გადასულები. თუმცა ფაქტია, რომ ეფექტი სულ სხვა მიიღო, რასაც ელოდა, იმიტომ რომ მოუწია გარკვეულწილად უკან დახება, გულისხმობ 90 დღით დაპაუზებას ჩინეთის გარდა. როგორ ფიქრობთ, რა მოლაპარაკებისას რა ექნება, ანუ ტრამპს რა კოზირი ექნება ხელში, ასე ვთქვათ და აი მაგალითად ევროკავშირი, რა შეიძლება გაიცვალოს ეს სატარიფო პოლიტიკა? ხო, ჩინეთთან შემთხვევაში ცოტა სხვა დაპირისპირება აქვს ამერიკას, ტრამპის ადმინისტრაციას, ეს ალბათ მათი პირადი მოსაზრებებიდან გამომდინარე, თუმცა ამ ბრძოლამ
ძალიან ბევრ ქვეყანაში გააჩინა შიში ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ანუ მათ შორის ევროკავშირის მიმართ, რომელიც ისტორიულად ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იყვნენ ძალიან ახლო სტრატეგიული პარტნიორები, როგორც სამხედრო მიმართულებით, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით. დღეს ევროკავშირს გაუჩნდა შიში იმისა, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები აღარ იყოს მათი ისეთი პარტნიორი, როგორც იყო 1 წლის წინ და უფრო არასაიმედო პარტნიორი. არასაიმედო პარტნიორად ჩამოყალიბდა. შეგვიძლია რუსეთს შევადაროთ, იმიტომ რომ რუსეთი მაგალითად ძალიან ხშირად არის ხოლმე საუბარი, რომ რუსეთი არ არის საიმედო პარტნიორი და პოლიტიკისთვის იყენებს დავუშვათ იგივე ბუნებრივ აირს. ასე შეიძლება დავუსვათ კითხვა? ხო, თადმასეც ვერ დაусმევთ, იმიტომ რომ თვითონ ევროკავშირიც ღიად ერიდება ამერიკის შეერთებული შტატების სათანადო კრიტიკას, იმიტომ რომ მაინც ალბათ მოგრძალებული კრიტიკაა ჯერჯერობით, მაინც იტოვებენ იმედს, რომ შეიძლება რაღაცა პოლიტიკური პროცესები შეიცვალოს. თუმცა ნახეთ რა მივიღეთ, სანაცვლოდ მივიღეთ ის, რომ მანამდე, როდესაც მას შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ერთი მხრივ რუსეთს დაუწესდა სანქციები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან და ძალიან ბევრი ქვეყნიდან და მეორე მხრივ ღია იყო, რომ ჩინეთი მხარს იჭერდა რუსეთისა და ირიბი სანქციები ბევრმა დაუწესა. ჩინეთს მათ შორის ტარიფებზე და მათ შორის თქვათ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ იყო ატეხილი აჟიოტაჟი ჩინეთის ელექტრომობილების შეზღუდვაზე ევროკავშირის საზღვრებში, რაც იმას გულისხმობდა, რომ ამით მიეცათ ადგილობრივ წარმოებას შესაძლებლობა, რომ განვითარებულიყო და ნაკლებ კონკურენციაში ყოფილიყო, ფასის მიერ კონკურენციაში ყოფილიყო ევროკავშირში წარმოებული ელექტრომობილებთან, იმიტომ ძალიან იაფია ჩინეთში წარმოებული ელექტრომობილები და აღმოჩნდა, რომ არც ისე ცუდი მოდელებია, როგორცაც მაგალითად იყო მანამდე მსჯელობები და ანუ იმიჯი როგორიც ჰქონდა, არ აღმოჩნდა, რომ არც ისე ცუდი ელექტროავტომობილები. ამიტომ ევროკავშირმა დაუწესა პირველი შეზღუდვები სწორედ ელექტრომობილების მიმართულები და რაღაცა გარკვეული სახის პროდუქტების მიმართ დააწესა დამატებითი ტარიფები ჩინეთის მიმართ. თუმცა აი დღეს უკვე როდესაც ამერიკის შეერთებული შტატებმა დაიწყო ასევე ფიქრი და საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირიც მოხვება ამ სატარიფო ნუსხაში, მაშინ ევროკავშირმა უკვე დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ შეარბილოს ჩინეთთან ეს სიმკაცრე, რაც მანამდე ჰქონდა და მათ შორის ესპანეთის პრემიერ-მინისტრი უნახეთ, კიდე სხვადასხვა ქვეყნების პრემიერ-მინისტრები, რომ ჩასულები და ჩინეთის ლიდერს შეხვდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გააღრმოვონ მათ ეს სავაჭრო ურთიერთობები. ანუ ეს ნიშნავს, რომ ამერიკა მათთვის უკვე ჩამოყალიბდა არც თუ ისე საინტერესო პარტნიორად გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ ესე გაგრძელდება ვითარება და დაიწყეს ისევ ალტერნატივა ჩინეთის სახით. ანუ ამ სატარიფო პოლიტიკის ერთ-ერთი შედეგი შეიძლება იყოს, რომ ჩინეთს მოუთავისუფლოს ადგილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ანუ პირიქით გამოვიდეს, რაც უნდა დავუშვათ ამერიკას და უკუ შედეგი მიიღოს, რასაც თქვენ ახლა ისაუბრეთ. იცით, ნახეთ ახლა ტრამპი ყოველთვის ამბობს, რომ ეს ტარიფები ჩინეთს უფრო დააზიანებს ვიდრე ამერიკას. რატო? იმიტომ რომ ჩინეთიდან ამერიკაში შედის დაახლოებით 9 მილიარდ, 500 მილიარდზე მეტი, ანუ 9 ტრილიონზე მეტი პროდუქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში და სანაცვლოდ ამერიკიდან ჩინეთში შედის 100 რაღაცა მილიარდის მოცულობის. ანუ 4-ჯერ მეტი შედის ჩინეთიდან ამერიკაში ვიდრე პირიქით. ანუ ეს დეფიციტი სავაჭრო დეფიციტს გაასწორებს? სავაჭრო არა, ვერ გაასწორებს, ნახეთ და ამიტომ ფიქრობს, რომ რახან მოცულობით ჩინეთიდან უფრო მეტი შედის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს ფიქრობს, რომ ამით ჩინეთის დარტყმა უფრო დიდი იქნება. მაგრამ მეორე მხრივ აგვაქვს ჩვენ მოცემულობა როგორი, რომ ეს სავაჭრო დეფიციტი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან არის, ხო, ეს კი საკმაოდ მოცულობითია ჩინეთისთვისაც, მაგრამ ეს საკმაოდ მოცულობითია ამერიკის შეერთებულ შტატებისთვისაც, იმიტომ ამ მიმართულებით იქნება დეფიციტი. ერთი მხრივ და მეორე მხრივ იქ სადაც მაგალითად ეს დეფიციტი თავისუფლად რაღაც პერიოდის შემდეგ იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები როგორც აღნიშნეთ, წეგან ბევრი ქვეყნისთვის უკვე არასაიმედო ეკონომიკური პარტნიორი შეიძლება გახდეს, აქედან გამომდინარე ეს ბაზრები უკვე ცდილობენ, რომ გადაინაცვლონ ჩინეთთან ურთიერთობის ნაწილში. ანუ პრაქტიკულად რაღაცა პერიოდში ჩინეთი ამას მაინც დააბალანსებს. ეს ამერიკა იქნება, ევროკავშირი იქნება თუ სხვა რომელიმე მსხვილი ბიზნესი დააბალანსებს, იმიტომ როგორც უკვე აღნიშნე, რომ სხვა ქვეყნები ცდილობენ ნაცვლად ამერიკის შეერთებული შტატებისა, შიშით იმისა, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ამერიკიდან მათ მიმართ წამოვიდეს ტარიფები, ის მათ დაიწყეს უკვე ურთიერთობები ის გაღრმავებაზე საუბარი ჩინეთთან. ანუ და შესაბამისად პროდუქციის ჩანაცვლებას, იმიტომ ნახეთ ერთი მხრივ ამერიკის შეერთებული შტატები რომ უწესებს სხვა ქვეყანას
ტარიფს ეს ნიშნავს, რომ სხვა ქვეყანასაც აძლევს მიზეზს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუწესოს ეს ტარიფი. ხო, მაგალითად ევროკავშირი ჩვენ ვნახეთ, რომ ევროკავშირმაც დაიმუქრა, რომ ისიც დაუწესებდა ტარიფს სანაცვლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებიდან წამოსულ პროდუქციას და ამან განაპირობა ის, რომ გარკვეული სახით გადადო, რაღაც პერიოდით გადადო ამერიკის შეერთებულ შტატებმა ეს ტარიფები. ამ მხოლოდ ამის გამო? რა თქმა უნდა, ამის გამო და იმიტომ ეს ერთი მხრივ ჩინეთს უწესებს ტარიფს, იქით მეზობელ სახელმწიფოებს, ევროკავშირს, ანუ უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტი შეიძლება შექმნილიყო. და რატომ იყო დარწმუნებული ტრამპი მაშინ ასე დავსვათ კითხვა, რომ დავუშვათ საპასუხო რეაქცია არ ექნებოდა სხვა ქვეყნებს თავის სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით? რა აძლევდა ამის საფუძველს? ალბათ ის აძლევდა, რომ ძალიან დიდი ბაზარია ამერიკა და ძალიან ბევრი ქვეყანა ისწრაფის, რომ შევიდეს ამერიკულ ბაზარზე. და ფიქრობდა, რომ ალბათ ამით მოხდა. ევროკავშირზე დიდი ბაზარია ამერიკა? არა, 500 მილიონიანი. დიდი არ არის, ნახეთ, კი დიდია, ევროკავშირზე დიდია, იმიტომ რომ სყიდულობით უნარიანობა საკმაოდ მაღალია ამერიკის შეერთებულ შტატებში და შესაბამისად ისა რა ქვია, ქონდა იმის მონოლდინი, რომ ბევრი ქვეყანა დაუწყებდა უფრო სხვანაირ ურთიერთობას და პირიქით აღმოფხვდა იმ სავაჭრო დეფიციტს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია. თუმცა ერთი ნიუანსია მათ. ამ ტარიფებით ის ერთობლივად ვერ მოახდენდა ქვეყანაში წარმოების გაჩენას, ახალი პროდუქტების შექმნას, ხო? ანუ რატო შედის იმ ქვეყანაში ის პროდუქტები? იმიტომ რომ იმ ქვეყანაში დეფიციტია. იმიტომ რომ იმ ქვეყანაში ამას ვერ აწარმოებენ, ან არ აწარმოებენ იმ რაოდენობით, რამ რაოდენობისაც მოთხოვნაც არსებობს ქვეყანაში. ამიტომ ეს იწვევს ერთი მხრივ დეფიციტს ამ პროდუქტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში და მეორე მხრივ როცა დეფიციტია ეკონომიკაში ვიცით, რომ ანუ როცა მიწოდება არის დაბალი, შესაბამისად მოთხოვნა არის მაღალი და ფასებიც იწევს მაღლა. ამიტომ გარდაუვალია, რომ ამ სავაჭრო ომში ამერიკაში ფასები არ გაიზარდოს. რაც შეეხება ის მოლაპარაკებას და 90 დღიან ტაიმაუტს რომ დაუბრუნდეთ, არის საუბარი იმაზე, რომ პირდაპირ თხოვს ამერიკის პრეზიდენტი ევროკავშირს, რომ რაც შეიძლება მეტი ამერიკული პროდუქცია იყიდოს. ეს არის დაუშვათ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. რა აქვს ხელში, ანუ ევროკავშირმა როგორ შეიძლება დაუშვათ ტრამპს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს გარდა იმისა, რაზეც თქვენი საუბრეთ, რომ თვითონაც ტარიფებს დააწესებს. აქვს კიდე სხვა ბერკეტი, რომ დაინტერესდეს დაუშვათ და იცით, ნახეთ 10% ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ბევრია ამ შემთხვევაში? იცით, ალბათ ბევრია, თუმცა არც ჩვენ 30%-ში მოხვდით, ანუ ჩვენ ზოგადად მოგვიანებით უფრო ფართოდ ვისაუბროთ მან. ნახეთ, ჯერ კოვიდიდან, მერე რუსეთ-უკრაინის ომიდან მოყოლებული და ეხლა უკვე ეს ტრამპის სატარიფო პოლიტიკა ძალიან დიდი ძვრები გააჩინა მსოფლიოში, ანუ როგორც ეკონომიკურ თვალსაზრისით, ასევე პოლიტიკურ თვალსაზრისით, იქიდან გამომდინარე, რომ პრაქტიკულად ვექტორების გადატანა ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაზე ვერ ასწრებენ, ისე სწრაფად იცვლება პოლიტიკური პროცესები. ნახეთ, ჯერ ევროპამ ჰქონდა სიტუაცია როგორი, რომ ომის შემდგომ მან დაუწესა ტარიფები რუსეთს და სანქციები რუსეთს ბოდიში და ძალიან ბევრი პროდუქტი შეზღუდა. თუმცა არა ის პროდუქტები, რომელიც ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ხო, მათ შორის თქვათ, ნახეთ, რომ მათ შორის ჰქონდა შემთხვევები, როდესაც სანქცირებული ნავთობი იყიდებოდა ევროკავშირის ზონაში და ბევრი სხვადასხვა სანქცირებული პროდუქტები, იმიტომ რომ მათ ჭირდებოდათ რა, ანუ პატარა ქვეყნები, რომლებიც ვერ უერთდებოდნენ ამ სანქციას ღიად, ისინი აღმოჩნდა, რომ ფარულად მერე უკვე ამ სანქცირებულ პროდუქტებს რუსეთისგან ჩუმად ყიდულობდნენ მეორე ან მესამე ქვეყნების გავლით. და რატო ხდებოდა? ეს ხდებოდა იმიტომ, რომ ამ ქვეყნებში შეიქმნა კონკრეტული პროდუქტის სახეობების დეფიციტი. და ამათ რომ ეს დეფიციტი დაებალანსებინათ, ისინი იძულებული იყვნენ, რომ სანქცირებული პროდუქტები რუსეთიდან შეეძინათ. და ნახეთ, ერთი მხრივ სანქცირებულს ყიდულობდნენ და მეორე მხრივ ყიდულობდნენ უფრო ძვირად, იმიტომ მეორე მესამე ქვეყნების გავლით უწევდათ მათ ამ პროდუქტების ყიდვა. ანუ და ეს კიდე უფრო უძვირებდა, იმიტომ ტრანსპორტირების ხარჯი ემატებოდა ამ ყველაფერს, როდესაც რამოდენიმე ქვეყნის გავლით ყიდულობენ ამ პროდუქტს. და დღეს უკვე როდესაც დგება საკითხი აი ამერიკის შეერთებულ შტატებიდან წამოსული ევროკავშირის მიმართ, რომ აი რა პოზიცია დაიჭროს ევროკავშირმა ამ ნაწილში, ევროკავშირის ამ ტარიფებს ვეღარ გაუძლებს ამერიკის შეერთებულ შტატებიდან, იმიტომ მას მოუწევს ან მოხსნას ეს სანქციები რუსეთის მიმართ, რაც აქვს და ჩაახშოს ეს ომი უკრაინაში, რაც მძვინვარებს და მე ვფიქრობ, რომ დღეს უკვე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ევროკავშირისია ამ ომთან დაკავშირებით და მეორეა ის დაემორჩილოს ამერიკის შეერთებულ შტატებს და მიიღოს ის მოცემულობა, რასაც ტრამპი სთავაზობს ევროპას, რომ
ყველას დაუწესეთ ტარიფები გარდა ამერიკული პროდუქციისა. ანუ ამერიკის პოზიცია ევროკავშირის მიმართ არის ეს. სხვანაირად ვერ გაიყიდება ამერიკული პროდუქცია, ანუ ამერიკული პროდუქცია რო იყოს ევროკავშირში კონკურენტუნარიანი, ეს ნიშნავს, რომ უნდა იყოს იაფი. სხვა პროდუქტებთან მიმართებაში, ხო? ერთია ხარისხი, მაგრამ მეორეა ფასიც. ანუ ფასი არის გადამწყვეტი, მით უმეტეს როგორც აღნიშნა ომის შემდეგ არის ძალიან დიდი კრიზისი. ძირითადად რა ტიპის პროდუქციაზე აქვს პრეტენზია? ანუ ამერიკული და მანქანა დაუშვათ კიდე. ნახეთ, ერთი არის მაგალითად, როდესაც სანქციები დაუწესდა რუსეთს, ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაცია კაცრად თხოვდა ევროკავშირს, რომ რუსული გაზის ნაცვლად ეყიდათ ამერიკის ფექალური აირები, რომელიც კონტეინერებით, ტანკერებით უნდა გადასულიყო და ყიდულობენ კიდეც და ძალიან ძვირი იუჯდებათ, იმიტომ თვითონ ეს ფექალური აირები არის საკმაოდ მაღალ ტექნოლოგიური პროდუქტი. ხო, მაღალ ტექნოლოგიური პროდუქტია, რომლის მოპოვებაც და დამუშავებაც ძალიან ძვირი ჯდება და პლუს ამას ემატება ტრანსპორტირება, იმიტომ არ არის, ხო? მოსაზღვრე ქვეყანა არ არის, ამხელა ოკეანე ყოფს ამერიკას და ევროპას და შესაბამისად ტრანსპორტირებას კიდე დამატებით უძვირებს. ანუ ევროპა ისედაც წაგებული აღმოჩნდა ენერგორესურსების ომში, სხვა დანარჩენ ქვეყნებთან მიმართებაში, მათ შორის რუსეთთანაც და ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც. და ამიტომ ამერიკა ეხლა სთხოვს, რომ ეს გაზარდეთ, ანუ ფიქალის მოხმარება უფრო მეტად გაიზარდოს, ერთი და მეორე მხრივ ავტომობილები ამერიკული გაიყიდოს და კიდე სხვა ძალიან ბევრი პროდუქტი, რომელიც მათ აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში ევროკავშირი გამოვიდა სიტუაციაში. კი, ძალიან რთულ სიტუაციაში, ძალიან რთულ სიტუაციაში ევროკავშირი და მეორე მხრივ არ დაგვაუწყდეს, რომ ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში ავტოინდუსტრია არის წამყვანი დარგები, ხო, იგივე გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში. ხო, რა ქნან მაშინ, ხო, იმიტომ ამ დროს ევროკავშირი ძალიან უჭირს ისედაც ჩინური ავტომობილებისთვის კონკურენციის გაწევა, მეც ახლა ვახსენე, რომ ტარიფებს უწესებენ იმის გამო, რომ თავიანთი ადგილობრივი წარმოების პროდუქტები იყოს კონკურენტუნარიანი, მაგრამ მეორე მხრივ აქედან თუ ამერიკიდანაც ეს საფრთხე აქვთ, მაშინ მათ მოუწევთ გაკოტრება, ასე რომ ვთქვათ. იმიტომ ჩვენ ნახეთ გასულ წელს Volkswagen-მა რამოდენიმე ქარხანა დახურა გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში, რომელიც ჰქონდა, რამოდენიმე ქარხანა ჰქონდა და ნაწილი ქარხანების დახურა, იმიტომ რომ მათ აღარ ჰქონდათ ის გაყიდვები, რაც მანამდე ჰქონდათ. ამიტომ და ერთს ვიტყვი კიდევ, მაგალითად, როდესაც გამოვალი სიტუაცია შეიქმნა და ის ანამ გადავადება მოხდებოდა ამ ტარიფების, ევროკავშირმა განაცხადა, რომ უпростоრად ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ თუ ეს ტარიფები გაგრძელდებოდა და სატარიფო მუქარა ევროკავშირის მიმართ, მაშინ ევროკავშირი იფიქრებდა გადახდის სისტემებიდან ვიზასი და მასტერკარდის გათიშვისაგან. ეს და დაიწყებდნენ ისინი ალტერნატიული საგადასახადო საშუალების შექმნას. და ეს იქნებოდა ძალიან სერიოზული, როგორ ვთქვათ, აი ძალიან დიდი დარტყმა იქნებოდა ამერიკის შეერთებული შტატების საფინანსო სისტემისათვის, იმიტომ ამერიკის შეერთებული შტატების საბანკო სისტემა დგას დოლარზე და გადახდის საშუალებებზე, იგივე მასტერკარდი, ვიზა, რომელთაც ჩვენ სარგებლობთ ყველანი, ხო? ამიტომ თუ ეს ორი, ანუ დოლარი ისედაც იზღუდება და ძალიან დიდი საფრთხე აქვს ახლა დოლარს, რომ ძალიან ბევრი ქვეყნიდან განიდევნოს და მეორე მხრივ თუ ეს საგადახდო საშუალებებით ჩაიხსნებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ეს ნიშნავდა, რომ ძალიან დიდი კრიზისის წინაშე აღმოჩნდებოდა ამერიკა და პლუს ამას ემატება ის სასაქონლო დეფიციტი, რომელიც უკვე არის ამერიკაში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამით ტრამპის პოლიტიკით არა თუ სახელმწიფოების ზარალდებიან, არამედ თითოეული მოქალაქეები, რომელიც სოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არიან გადანაწილებული, იმიტომ ყველა ვართ ასე თუ ისე მომხმარებლები ამ პროდუქციის და ეს ატარიფო ომი ყველა ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენს მწყიდველობაზე აისახება. მომხმარებელი, აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, იმიტომ რომ მე დავუშვათ როგორც ამერიკელს, აი ამ ყველაფრით მიძვირდება ცხოვრება თუ არა? რა თქმა უნდა, ყველას უძვირდება. ეხლა მაგალითად ამერიკა ამბობს, რომ ეხლა ტრამპმა თქვა რამოდენიმე დღის წინ თქვა ესეთი რაღაცა მიმართა ამერიკელ ხალხს, რომ ცოტა ხანი უნდა გაუძლოთ. და ჩვენ გავიმარჯვებთ. კი, ის ცოტა ხანი, რამდენი ხანი გაგრძელდება კიდევ არავინ არ იცის, იმიტომ ეს ტარიფები არ ჩანს დასასრული იმისა, რომ აი თქვა ერთ თვეში მოიხსნება, სამ თვეში ან ერთ წელში. მაგრამ ფაქტია, რომ რახან გაძლება ახსენა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ეს ნიშნავს, რომ ფასები მართლა გაძვირდა. ეს უკვე ამის სიგნალი არის და თვითონ მოსახლეობაში ძალიან დიდი უკმაყოფილება. იმპორტირებული პროდუქცია გაძვირდა თუ იქ ადგილობრივიც, იმიტომ იმპორტირებული რო შედის ადგილობრივთან არის კონკურენციაში და შესაბამისად ეს ორივე სეგმენტი ერთმანეთს აბალანსებს, მათ შორის ხარისხით და ფასებით.
და ანუ შედის იმიტომ რომ დეფიციტია ხო არ ყოფნის ადგილობრივი წარმოება შესაბამისად ადგილობრივი წარმოების იმედად რო ხარ არის მხოლოდ მცირე რაოდენობა მოთხოვნა არის ძალიან მაღალი მიწოდება დაბალი და ბუნებრივია ნებისმიერი მიმართულებით პროდუქტებზე გაიზრდება ფასები და მთავარი კითხვა როგორ იქნება ტრამპის ჩვენთვის რა თქმა უნდა ტრამპის სატარიფო პოლიტიკის ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე იცით მე ვფიქრობ რომ როგორც მაგალითად რუსეთ-უკრაინის ომმა ძალიან დიდი შესაძლებლობები მისცა საქართველოს ჩვენი მშვიდობის პოლიტიკით. მე ვფიქრობ, რომ ეს სატარიფო ომიც ძალიან დიდ შესაძლებლობას გვეძლევს ახალს ჩვენი ქვეყნის მიმართულებით. მაგალითად, წეგან ვახსენე ის, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნები უკვე დადიან ჩინეთში და ცდილობენ, რომ ურთიერთობები დაამყარონ, რომ გაიზარდოს ევროკავშირში მათი ჩინური პროდუქციის იმპორტი. საიდან უნდა მოხდეს ამ პროდუქციის მიწოდება, ხო? ყველაზე მოკლე გზა არის ჩვენზე, როგორიცაც ტრანზიტი, რა თქმა უნდა. იმიტომ რუსეთი ჯერ კიდევ სანქცირებულია და რუსეთზე ცდილობენ რომ აარიდონ რუსეთს გზა. სამხრეთ კორიდორი გადის ირანზე და მოგეხსენებათ ირანზე ხა რა პოლიტიკა მძინვარებს მით უმეტეს ტრამპის პირობებში და ირანზე რა თქმა უნდა უარს იტყვიან და ერთადერთი ალტერნატივა ჩნდება რომ ეს დერიფანი გავიდეს კასპიის ზღვიდან საქართველოს გავლით უკვე პორტებიდან მიეწოდოს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებს. ამიტომ ეს ტარიფების ომი თუ ეს გაგრძელდა და ევროკავშირი მოყვა ამ ტარიფებში, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აი ამ სატრანზიტო დერიფნით გვექნება ძალიან დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ ეს ტვირთები ძალიან მარტივად მოვიზიდოთ ჩვენს ქვეყანაში. ანუ ეს 90 დღიანი ვადა იწურება დაახლოებით ზაფხულში თუ არ ხდები და ხო ერთი თვის წინ დაუწეს ანუ ორი თვე დარჩა დაახლოებით და კი რაც შეეხება ამერიკულ პროდუქციას რომელიც ჩვენთან შემოდის საქართველოს ჩვენთან ნულოვანი ტარიფია ხო დაწესებული ჩვენ ნულოვანი ტარიფი გვაქვს ჩვენ მაინც იმ პრინციპებს ვიცავთ რაც საერთაშორისო ვაჭრობის ორგანიზაციიდან ხო აი მინდა გკითხოთ აქვე სანდოობა სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ამ შემთხვევაში ამ სატარიფო პოლიტიკამ აი სად არის ახლა სოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ტრამპის დამოკიდებულება ამ საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ არის ძალიან ცუდი ჩვენ ნახეთ რომ ამერიკის შეერთებული შტატები გაიყვანა სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან ჩვენ ნახეთ რომ თქვათ ნატოს მიმართ არის რაღაცა მუქარები რომ აი თუ არ გადაიხდიან ამ ზოგადად კავშირების წინააღმდეგია კავშირების წინააღმდეგია და ითხოვს რომ ამ კავშირებში ამერიკას უნდა ჰქონდეს დომინანტური პოზიცია ანუ რასაც ამერიკა უკარნახებს ყველა უნდა მიიღოს ის პოლიტიკა იმიტომ და მაგალითად აქ ჯანდაცვის ორგანიზაციას და რო გავიდა ამაში ჩინეთს ადანაშაულებდა იმიტომ ამბობდა რომ ჩვენი შენატანი ამ ორგანიზაციაში უფრო მიტია ვიდრე ჩინეთის ამ დროს ჩინეთის მოსახლეობა ძალიან დიდია და შესაბამისად არა სამართლიანია დამოკიდებულება რომ ამ სატარიფო ნაწილში ამ ტარიფის შენატანებში უფრო სწორედ ამ ორგანიზაციებში ამიტომ სხვა ორგანიზაციებთან მიმართებაშიც მისი დამოკიდებულება ჩანს, რომ არ მოწონს, იმიტომ არ მოწონს ზრუნვა იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ზრუნავს სხვა ქვეყნებს. ეს არ მოწონს. და ამიტომ არც მაგალითად მანამდე უხელმძღვანელია სხვა რომელიმე დიდ ქვეყანას ესე თუ დაჭირდებოდა ყოველთვის უარს ამბობდნენ ასეთი ორგანიზაციის პრინციპების დაცვაზე, მით უმეტეს ან ხალხზე დარჩა ეს. ხო, ნუ დარჩა და ძირითადად პატარა ქვეყნები გახდნენ ამ პრინციპების ერთგული დამცველები, ვიდრე დიდი ქვეყნები. იმიტომ ეს ისტორიულად ყოველთვის ასე იყო. და ამაზე არაერთი ანალიტიკოსი და მკვლევარი წერს ამ საკითხებთან დაკავშირებით. ხო, და რაც შეეხება, ნუ რჩება ეს ჩვენი კარგი გეოპოლიტიკური მდებარეობა, კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ვიყოთ გამტარი აი ამ ტვირთების და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამის რესურსი გვაქვს, მით უმეტეს წელს იწყება უკვე პორტის შენებლობაც. და იყო ასეთი მოსაზრება, რომ ამერიკული ავტომობილები გაძვირდება საქართველოში და არა და პირიქით უნდა მოხდეს წესით, თუ ჩვენ ნულოვანი ტარიფს უწესებთ. ანუ შეუძლია რომ ჩინურს გაუწიოს კონკურენცია ამ შემთხვევაში. იცით, ჯერობით მე ვიტყოდი, რომ საკმაოდ კარგად არის ამერიკული მანქანები ჩვენთან წარმოდგენილი, ჩვენს რაოდენობრივად. ყოველ შემთხვევაში სტატისტიკას არ ეტყობა არაფერი, რომ შემცირებულია ამერიკიდან რეექსპორტზე გადის ძირითადად. გადის რეექსპორტზე და ამ რეექსპორტს არაფერი არ ეტყობა, ყოველ შემთხვევაში ისეთი კლება არ აქვს ჩვენ ისეთ რომ თქვათ, რომ აი რატო მოხდა. თუმცა ყოველ შემთხვევაში წინაპირობა იმისა, რომ მეორადი ავტომობილები გაძვირდეს, რომელიც მოდის ამერიკის ქვეყნიდან ჩვენს ქვეყანაში, ამის წინაპირობა არ არსებობს, იმიტომ ჩვენ ისევ ის ტარიფები გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაც მანამდე ქონდა, მიუხედავად იმისა, რომ
ამერიკაც ჩვენ გვიწესებს, დაგვიწესა 10%-იანი ხო, აი, ექსპორტის შემთხვევაში რა იქნება? იმიტომ რომ ღვინო არის ერთ-ერთი მთავარი ფეროშენადნობები. ჩვენთვის არაფერი არ იცვლება, იმიტომ ეს ტარიფი არსებობდა და დარჩა ჩვენთვის. და ჩვენ უტარიფო ვაჭრობა ამერიკასთან არ ქონია, თავისუფალი ვაჭრობა არ ქონია. იგივე დარჩა რაც იყო. ანუ ჩვენთვის არაფერი არ იცვლება, იმის თქმა მინდა რომ ჩვენთვის არაფერი არ იცვლება, იმიტომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩვენ ამერიკასთან არ ქონია არასდროს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვიყავთ სტრატეგიული პარტნიორები, ალბათ ბოლო 30-38 წელია მაინც მუდმივაზე იყო საუბარი, მაგრამ არასდროს არ ქონია. ამიტომ ჩვენთვის ეს რეალობა, რომ აი უშუალოდ ჩვენს ქვეყანას პირდაპირ შეეხება ეს ტარიფები, არ არსებობს ამის მოლოდინი არანაირი. ანუ მინიმალური ეფექტი შეიძლება იყოს. მინიმალური ეფექტი, ირიბი ეფექტი და არაპირდაპირ ეფექტი, თქვათ ირიბი ეფექტი სხვა ქვეყნების გავლენებმა შეიძლება რაღაცა გავლენა იქონიოს, მაგრამ მე მაინც ველოდები, რომ ეს ირიბი გავლენაც იქნება, გადაიზრდება პირდაპირ გავლენაში, რაც ჩვენ სატრანზიტო დერეფნის ეფექტი. რა თქმა უნდა. და დღეს ასევე ცოტა დრო გვჩება და მინდა ამ თემასაც შევეხოთ. დღეს გაფორმდა ხელშეკრულება უკრაინასთან, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის, ანუ ეს უფრო პოლიტიკური თუ ეკონომიკური გადაწყვეტილებაა. იცით, მე მაინც ვიტყოდი, რომ ეს უფრო პოლიტიკურია, იმიტომ რომ მათ შორის საუბარია იმ რესურსებზე, რომლებიც უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარეობს. და მეორე მხრივ ამერიკა ეუბნება დანარჩენ სამყაროს, რომ აღიაროთ ეს ტერიტორიები რუსეთის ნაწილად. შესაბამისად, თუ იმ ტერიტორიებს, სადაც შეთანხმება გააფორმა უკრაინასთან აღიარებს რუსეთის ნაწილად, მაშინ გამოდის, რომ ამ შეთანხმებასაც არანაირი ძალა არ აქვს არც ტრამპის შემთხვევაში და არც სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც, ხო? თუ რუსეთის მფლობელობაში უნდა გადასცეს ეს ტერიტორიები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რუსეთთან სავაჭრო შეიძლება გამოიყენოს ეს. კი, რა თქმა უნდა, რუსეთთან ცალსახად გამოიყენებს ამას ურთიერთობებში, თუმცა არა ისეთი, ანუ რუსეთთანაც ურთიერთობაშიც არ იქნება ამას გადამწყვეტი კოზირი, იმიტომ როგორც უკვე ვთქვით, რომ მაშინ რა შეჭირდება? ალბათ პოლიტიკურად იმისათვის, რომ მოახდინოს ეწოლა უკრაინაზე და ევროპის ქვეყნებზე, სადაც მისთანაც მას ჭირდება, რომ მოახდინოს ეს ეწოლა. და ამიტომ ამას მე მაინც ვერ დავარქმევდი, რომ იქნება რაიმე დიდი გავლენა. თუმცა დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე რაც კი არსებობს ბუნებრივი რესურსები, ბუნებრივია იმაზე თავისუფლად იქნება წვდომა ამ ხელშეკრულების საფუძველზე, რაც თუმცა თავიდან იყო ესეთი ვარაუდი გამოთქმული, რომ ეს რაღაც ფონდი შეიქმნებოდა და ამ ფონდში დაუშვათ 100 პირობითად $100 თუ იქნებოდა 50 უკრაინის იქნებოდა 50 ამერიკის შეერთებულ. არის სქემაზეც იყო საუბარი და ამ თანხას არ გაიტანდა და იქ დატოვებდა და ექსპორტზე ხო, ნუ ცოტათი მოვისმინე ეს ინფორმაცია მეც რომელიც აი საბოლოო დოკუმენტს მოეწერა ხელი, მაგრამ ალბათ უკვე უახლოეს საათებში ვნახავთ საბოლოო დოკუმენტს, სადაც უკვე დეტალურად იქნება აღწერილი თუ გაასაჯაროვეს ესეც და გვექნება უკვე რეალურად. თუმცა ფაქტია, რომ იმას ამბობენ, რომ ეს მაინც ტრამპის პირველი გამარჯვება ამ ხო, იმიტომ ამით მან მოახდინა ზეწოლა და აღიარა ის, რომ მაგალითად ნახეთ რა ტიპის ზეწოლა მოახდინა, რომ სანამ ეს ხელშეკრულება გაფორმდებოდა, ბოლო რამოდენიმე დღეა უკვე ინტენსიურად საუბრობდა ამერიკა, რომ ის გავიდოდა მოლაპარაკებებიდან. და ეს იყო ზეწოლა სწორედ უკრაინაზე იმისათვის, რომ მოეწერა ხელი. თორე თვითონ მე დარწმუნებული ვარ, ამერიკასაც არ აწყობს ამ მოლაპარაკებებიდან გასვლა, იმიტომ ამით ის ინარჩუნებს თავის ადგილს ამ მოლაპარაკებებში. და მსგავს ზეწოლას უნდა ველოდოთ ასევე სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ქვეყნებთან მიმართებაში ის გამოიყენებს სხვადასხვა ზეწოლის ინსტრუმენტებს, რომელიც მას გააჩნია. დიდი მადლობა საინტერესო ანალიზისთვის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ეკონომისტი ოთარ ანგურიძე. მე მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით. მომავალ ხუთშაბათს ამ სტუდიაში სხვა თემით და სხვა სტუმრით დავბრუნდები. მადლობა.